გამარჯობა, ჩემო უმშვენიერესო და უძვირფასესო. თუ შენ ახლა ოცნებობ, ზუსტად იმ კაცის ყურადღების მიქცევაზე, რომელიც შენ მოგწონს, ან რაც შეიძლება ბევრი კაცების ყურადღების მიქცევაზე, იმ იმედით, რომ ბოლოს და ბოლოს დაკმაყოფილდება შენი სულიერი შიმშილი, რომ იყო დანახული და შენიშნული კაცების მიერ, სამწუხაროდ უნდა გაგიცრუო შენი იმედი და გითხრა, რომ ეს შენი სურვილი მხოლოდ და მხოლოდ ერთ მამაკაცთან არის დაკავშირებული. შენს პირველ მამაკაცთან შენს ცხოვრებაში. იმ მამაკაცთან, რომელმაც ბავშვობაში ვერ მოგცა ის, რაც გჭირდებოდა, ვერ გაღიარა როგორც ულამაზესი ქალბატონი და ვერ მოგცა შეგრძნება, რომ იყავი ულამაზესი და განუმეორებელი. ალბათ იმიტომ, რომ არ შეეძლო ეს, არ იცოდა როგორ და ეს მამაკაცი იყო შენი საკუთარი მამა. და ახლა, როცა უკვე მოზრდილი ქალბატონი ხარ და ფიქრობ, რომ ვიღაცა კაცს ან ვიღაცა კაცებს შეუძლიათ ეს გრძნობა დაგიკმაყოფილონ, სამწუხაროდ შემოკარქო უნდა გაგიცრუო იმედი, იმიტომ რომ ეს ასე არ ხდება და სამწუხაროდ უმეტესი კაცებისთვის შენი გარეგნობა ზუსტად იგივე გრძნობებს იწვევს, რა გრძნობებსაც გამოიწვევდა რაღაცა გემრიელი საჭმელების დანახვა. ან საინტერესო ფეხბურთის მატჩის ყურება, ან აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. იმიტომ რომ მისთვის ამ პროცესში შენ კი არა ხარ მთავარი, არამედ ის, რომ თავის თავს დაუმტკიცოს, როგორი მიმზიდველია, როგორი მაგარი მამაკაცია, როგორი მონადირია, როგორი გამარჯვება შეუულია და ამითი მიიღოს თავისი საკუთარი სიამოვნება. საქმე იმაშია, რომ აქ ირთვება ჰორმონალური პროცესები და კერძოდ ჰორმონი დოპამინი, რომელიც მართავს ამ პროცესებს. როგორც კი ეს კაცი მიგიღებს შენ, მისი დოპამინის რაოდენობა დაეცემა, მისი ინტერესით შენს მიმართ დაეცემა და შეგრჩება ერთი ჩვეულებრივი პასიური მამაკაცი, ხოლო შენ დარჩები ისევ იმედგაცრუებული, რომელმაც ვერ მიიღო ის, რასაც ელოდებოდა. თუ შენ მეტყვით ამრიკო, კი არა, მეც კი არაფერს ველოდებოდი, მეც მარტო სექსი მინდოდა, ერთი კარგი გემრიელი სექსი და ერთი კაცის ყურადღება. აქაც საოცარი ფენომენი ირთვება, ჩემო კარგო. საიდან იცი შენ, რომ ზუსტად ეს კაცი მოგცემს შენ იმ შეგრძნებებს ლოგინში, რომელიც გინდა შენ? ბევრი ქალისგან გამიგია, ლოგინამდე ეს კაცი გარეულ ვეფხვად მაჩვენებდა თავს და ლოგინში ერთი თავის თავზე დაციკული ეგოისტი შემხვდაო. თავის მეტი და თავისი სიამოვნების მეტი არაფერი აინტერესებდაო. ერთი-ორი კომპლიმენტი გადმომიგდო და დაუკმაყოფილებელი დამტოვაო. ამიტომ ჩემო კარგო, როცა მიიღებ თვალებს შენით მოხიბლული მამაკაცის, როცა მიიღებ მის კომპლიმენტებს და შემოთავაზებებს, კარგად დაფიქრდი, ამ კაცს შენ როგორც ადამიანი და ქალი მოეწონე თუ მისი საკუთარი სიამოვნება, რომელსაც ელოდება და თვალებს გიხვევს თავისი კომპლიმენტებით და თვალების პაჭუნებით. გაუფრთხილდი შენ თავს, რომ როცა მიენდობი ამ მამაკაცს, არ დაგეცეს შენი თვითშეფასება, როცა იგრძნობ, რომ კიდევ ერთხელ გაგიცრუვდა გული და ვერ მიიღე ის, რასაც ელოდებოდი და გინდოდა შენ. თუ ეს სცენარებია, რომელიც ხშირად მეორდება შენს ცხოვრებაში, გამოიწერე ჩემი არხი, შეავსე ჩემს პირად საიტზე ფორმულარი და მე დაგეხმარები გაერკვე, რატომ ხდება ეს, როგორ გამოასწორი შენი ცხოვრების სცენარი, როგორ გახდე წარმატებული და ბედნიერი, რახან შენ, ზუსტად შენ ხარ ის ქალი, რომელიც იმსახურებს ბედნიერებას, წარმატებას და იმ მამაკაცს, რომელიც ნამდვილად
მოგცემს შენ იმას, რაც დაგაკმაყოფილებს და გაგახარებს. ასე რომ ჩემო კარგო, დააფასე შენი თავი